მივესალმები მაყურებლებს და მსმენელებს. ჩვენი მხარდამჭერები არიან ვინ თუ იცება. სოკარი სელფი და ტიშერტ G. ტიშერტ G-ის საჩუქარიც გამოგიგზავნა და ამ კვირაში იყო ბავშვთა დღე. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, შემოკლებით ბავშვთა დღე. და მეორე დიდი მოვლენა იყო ხვიჩამ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მოკეთ ორი ესეთი ამბავი იყო და ვინ უნდა მომეწვიოთ თუ არა ბავშვი ერთი. მეორე და ფეხბურთის მოყვარული ადამიანები. როგორ ხართ? იკო და ნიკო არიან ჩვენი სტუმრები ვახტანგიშვილები. გამარჯობა ჯაფარ. როგორ ხართ? დავიწყოთ ფეხბურთით. როგორ გაგიხარდა კვარას მოგება და საერთოდ რა სიტყვა როგორი თამაში იყო და კვარას თამაში როგორ შეაფასებ? ძალიან მეგონა რომ როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. ძალიან მეგონა რომ აი თავზე დააჭირებოდა ინტერი რა. რატო გეგონა ეს? ისე თამაშა ბარსას. ხო. მაგრამ ამ ხელანგარს არ მოველოდი რა. ხო, ხელანგარს მეგონი არავინ არ მოველოდით საერთოდ. თუმცა არ ვიცი ეს სურვილი იყო თუ ალბათ სურვილი იყო მთელი ერის რომ ყველა ველოდებოდით რომ კვარა გაიტანდა. ხო. და ამის წინაპირობა ისეთი არ არსებობს ვინ გაიტანს, მაგრამ ნუ აი მე ნიკო ჩვენი მეგობარი გიორგი ვისთანაც უყურებდით, ჯანელა აი ვინც გარშემო ვინც იყო ყველა ვიძახდით რომ კვარა გაიტანს. ხო, მეც მეგონა რომ გაიტანდა და მოიგებდნენ. ოღონდ მარტო უფრო საფეხბურთო კი არა, უფრო როგორი კუთხიდან მეგონა იცი რომ ისეთი სპორტული იღბალი აქვს. აი არიან ეგეთი სპორტსმენები რა ისე სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრის ისა აქვთ რაღაცა ჯიკი არ არის. არა მარტო გოლზე კი არ ვამბობ მაგალითად რომ იმ ნაპოლიში მოხვდა რომ რა ის ნაპოლის რომელსაც რამდენ ხნიანი გამონათება ჰქონდა და მანდ იყო და მოიგეს ჩემპიონობა და მე რამხილა შანსი იყო რომ იმ ნაპოლიდან სხვა გუნდში გადასულიყო არა ნაკლებად ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი და მე მოიგო ჩემპიონთა ლიგა მაგრამ ისეთი რაღაცები მეთხოვდა რომ მეც მეგონა რომ აი ესეც კარგია ეგ არ მოცილდეს მაგ ბიჭს და 24 წლის ასაკში ამდენი ის მიღწევა უკვე ძალიან მაგარი შედეგია და სად უყურეთ? მეგობართან. მეგობართან შენი ყავდა მეგობართან. მამაჩემის მეგობართან. აჰა. როგორ აღნიშნეთ გამარჯვება? ხტუნაობით. კვარას გოლი უფრო აღნიშნეთ. ხო. კვარას და დუეს. ხო, მე იმაში უყურებდი. ტელევიზორის აპლიკაციაში უყურებდი. აუ ბიჭო ჩვენ და უბანში აყდა ყვირილი კი დედას გეფიცები. და უსპოილერდი რომ და ყვირილი რო ატყდა რამდენიმე წამში პასი მიცეს და გარბოდა და ვიცოდი როგორ იქნება. წინა თამაშსაც მეგობართან უყურეთ და ნიკოს დაავზდა ტელეფონზე ხმის გამორთვა და ის აპლიკაცია რა სოფასკორი ყვიროდა და უცებ და გავიდა რა და ეხა ფინალზე გამორთა ცალკე დავდი. იქით და შორს ზუზუნიც არ გაგვექო რა და უბანი აყვერდა. უბანი აყვერდა. და მივხვდით რომ რაღაცა კაი მოხდა. ხო. კი, მაგარი ამბავი იყო. თვითონ ამ გუნდზე რა სიტყვა? ჯენიკოს ვეკითხები პარი სენ-ჟერმენზე. მე მომწონს ეს გუნდი. მეც მომწონს. ნუ როგორც გუნდი, კვარასო თავი დავანებათ რომ ქართველია. აი ქართველი რა დუე მიყვარს ძალიან. და აი ფეხბურთს თამაშობენ. ისე განსაკუთრებულად არ უნდა. გიყვარს რა გუნდზე რას ფიქრობ ხო? გუნდი, აი გუნდია რა. აი ახალგაზრდა ფეხბურთელებით უფრო მოიგეს ვიდრე მესი, ნეიმარი და ბაპე რო ყავდათ. ხო, მაგიტომაც უფრო გულშემატკივრობ რა. ყოველთვის რაღაც ისე იყო PSG-დან საერთოდ. ხო. არ იყო ჩემთვის ათვალავში, მაგრამ ფულის ტომარა გუნდი იყო. მაგრამ კაი გუნდი გახდა, რაღაც აი როგორც ნაპოლი იყო რაღაც. ბიჭო, ხო, რაღაცა ისეთი გუნდი გახდა, რომ გეგულშემატკივრებინება. ხო, რატომაც არა, რავი. სულ რო კვარა, ანუ ქართველი რო არ იყოს, ისედაც საკაიფო გუნდია, ნუ. ხო, მე მაინც PSG-სგან ვიქნებოდი, კვარა რო არ ყოფილიყო. ფინალში. ისე შენი საყვარელი ქართული ფეხბურთელი ვინ არის? ზურიკო. დავითაშვილი. ხო. ზურიკოს საპატივცემულოდ 30 ნომერი აქვს თავის გუნდში. დღეს თამაშიდან მოდიხარ. დაღლირი ხარ? ძალიან. მადლობა კიდევ ერთხელ თამაშით მე დრო დაგვითმე და როგორც ვიცი ძალიან მაგარი ვარდნა გააკეთე ამ თამაშში. პატკაც რო ეძახით. პატკაც რო ეძახით. თორე არა ისე კარიერული ვარდნა. თქვენ რას ეძახით? შენ და შენი გუნდელი პირას ეძახით. ვარდნა თუ პატკატი? პატკატი. პატკატია ესე იგი. ვარდნა არც განიხილება. არა, რატო? პატკატს მეჩვეულ.
და რატო იყო გამორჩეული? რთული შეასრულებელი იყო თუ გადამწყვეტ მომენტში? ერთ-ერთზე გადიოდა და ყველა უკან წინ იყო და მე ვიყავი მარტო. და წითელი ბარათის რისკის ქვეშ იყავე? რო არ გამოგშლოდა. ყვითელი. ბოლო იმედის ჯარიმა იქნებოდა და ხო წითელია. ხო, ბავშვებთან მაინც ცოტა უფრო რბილად არიან. საჭები. შენ ხო UFC-საც უყურებ? UFC-საც უყურებ. მე ხა ეს დაიდება კვირას არის დვალიშვილის რემატჩი შონომალისთან. როგორია შენი პროგნოზი? წინაზეც მეშინოდა და ეხაც მეშინია. რატო? დაბრუნება რო გინდა კამრის ჩემი აზრით ბევრად უფრო დიდი мотивაციით უნდა გამოხვიდე. კი, მართალია. დაცვაზეც ხო იგივე мотивაციაა. ხო, მაგრამ მერაბი ხო ესეთი არის, რომ სულ აქვს мотивაცია რა. თან ხო იცნობ მერაბს. შენი ეს პროგნოზი როგორია? როგორ მოიგებს მერაბი? დროზე ადრე თუ ისევ ქულებით და ათრევს აკეთიკით აფორტყელებს? მე მგონია რომ იმას დაახჭობს და საბმიშენი. დინარეში და არა, მოსუზოს რა. საბმიშენი. ხო, საბმიშენი. აჰა, კივნეულით. კარგი, ილიაზე რა სიტყვი? ილიას მალე არის. ილია მგონია რომ ოლივერას გახევს. ანუ დაანოკაუტებს. და ბებერია უკვე ოლივერა. აღარა ეგეთი მაგარი. თუ იმ დრო ილია მაგარი. ორივე. შენ რა სიტყვი? შენი პროგნოზი როგორია? ბიჭო, მე ვარ შენს დაიწყე ყურება ხო? ამან დამაწყებინა. იმიტომ რომ ჩემზე ბევრად მეტი იცის UFC-შიც, NBA-შიც და ეხლა რო გვიდები ფეხბურთშიც. ძალიან უყვარს ფეხბურთი. ჩოგბურთშიც. ეხლა ჩოგბურთზე აპირებ ხო? თუ დაიწყო უკვე სიარულს. ჩვენ გასართობად ისე. და ითამაში უკვე? კი. მე როგორ გამოგდის? არა, კარგად. კლასის ჩემპიონი ვარ. კლასის ჩემპიონი? აღონ დუბლებში. დუბლებში? ხო, წყვილებში რაცა. ხო და მე ისეთი გულშემატკივარი ვარ ყველაფერში, რომ თუ ქართველი არის ხო, ნუ თავისთავად ხა. ხო. ემოციები უფრო ჭარბობს ვიდრე აზროვნება. და ხო, რა თქმა უნდა, მერაბისკენ მოგვიწევს გათენება. გათენება გაღვიძება. დილით-6-ზე იწყება, ხო. ხო და წარმატებები აუცილებლად. კი, კაისანები იდეა ხარა ჩაინიშნა აგვისტოში? დოლიძის. დოლიძე. კი, ეგეც აგვისტოშია. 9 აგვისტოს. ხო, 9 აგვისტო? რიცხვი არ ვიცოდი. NBA-ს უყურებ ხოლმე? NBA-ს ისე საუკეთესო მომენტებს. ხო. ხო, ეხა კარგი ფინალი მიგველის მე მგონი წინ. ოკლაჰომა, ინდიანა არის. ინდიანა მოიგო და. არა, მე მარტო იმას უყურებ, highlight-ებს. ტოპ 10 საუკეთესო მომენტი. და UFC-ზე საიდან იგებ ხოლმე რაღაცებს, ანუ გარჩევებსაც უყურებ და გადაცემებს UFC-ზე? კი, Instagram-ზე გამოწვეული მყავს და ბევრი რამე იდევა და მეგობრები მყავს, აი ძალიან მაგრა რო იციან რა, თითქმის ყველა რო იცის. ეგენ მეუნებიან ბევრ რამეს. კარგი. სპორტი მიმოვიხილეთ. ხა როგორც მამაზე და შვილზე ესე გადავიდეთ. ერთად ყველაზე რისი გაკეთება გიყვართ? ყველაზე კარგად როგორი ერთობით შენ და იკო. ჩოგბურთი და ველოებით გადავა. ჩოგბურთი ხარ დაიწყეთ? არა, ადრე თვითონში. ხო. ანუ ერთად ყველაზე ჩოგბურთი. მე ფეხბურთი არ მოგწონს ჩემთან? ფეხბურთი ისა რა. ვერ თამაშობ ისე ხო? არა. ანუ ფეხბურთი აქვეა ეზოში და ისა. ის რა გასულითი რო არის ხო? მაგრამ მარტო ეგ არ არის რა იდეაში ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთად თუ ნებისმიერ რამეს ვაკეთებთ რა. აი სადღაც მივდივართ საქმეზე. ნიკო მომყვება. ხო, შენთან ერთად მისწორდება. ძაღლი ჩავყავს, მომყვება. ერთად ასწორებს, რა ძალიან ხალისობთ. მამაშვილობა კი ახსენე, მაგრამ რაღაცა ჩემი საუკეთესოდ მაკაცი არის რა. ხო, ეგაა. შენთვისაც ხო? კი. იმედია. ხო, მაგრამ მამაც ხო, მამის როლიც ახლა. არა, თავისთავად ხო. გიწევს შესრულება. კი, ხო. ხანდახან თუ გაგაბაზა უნდა გაცხო. მოცხო. რაზე გაბრაზებს ხოლმე ყოველს ძალიან? ზარმაცია. და როგორია, იცი? უცნაური ბავშვი. ყველაფერს გეგმავს რა და უნდა რომ ისე იყოს.
აი დაუშვათ უნდა წავიდეთ ჩოგბურთი ვითამაშოთ, ხო? ხო. მიდი ირაკლი ჩაიცვი ხა დროზე გელოდები. მაცადე მამა რაღაცა ყავას დავლე საჭმელი შევჭამ. მიდი გელოდები დროზე არ გინდა ეგა მე იქ შეჭამ, იქ დალე. აი მე თვითონ აწყობს რა თავის ჭკუაში გრაფიკებს. და მაიმუნი არის. არა, ძალიან არ მაბრაზებს. იმიტომ რომ როგორც ზემოთ აღნიშნე, როგორც მაკაცობთ ის გვაქვს რა. ბალანსი. შენ გაბრაზებს ხოლმე? არა. საერთოდ? ხანდახან არის ხოლმე ერებს გიშლის? იშვიათად რა, მაგრამ აი აღარც მახსოვს უკვე. აი ბოლოსაც გაიხსენებ რომ ყველაზე მეტად გაგაბრაზა. ალექსანდრე თოფურიასის რო იყო ბრძოლა არ გამაღვიძა. ვერ გამაღვიძა. თვითონაც ვერ გაიღვიძა. ძალიან გაუბრაზდი. შენ რო ვერ გაიღვიძა ეგ არა. არა, თვითონაც ვერ გაიღვიძა და. ხო და მე რო გავახვიცე, გადავახვიე და ისე ვახურები. და Facebook-იდან უკვე ვიცოდი შედეგი. იცოდა რომ ლაივი აღარ იყო რო უყურე. უთხარი ხო, ეხა მაგის დამალვა შტერობა იქნება და. შენთან იცად ჭყურთ ხოლმე? თუ აღარ? არა, კი, ხშირად. ხო. რატომ მე? დაძმობა ეგეთი. რას ვერ იყოფთ? რაზე გაქვთ ხოლმე კონფლიქტები? აი, პროსტა რაღაც გამოჩდება და ისე უსაქმურად მოწყენილები როცა ხართ? შენ და შენი და არიყავით მასე? კი. კი, მე ბევრჯერ ისე გამიბრაზებია, გამიმწარებია, რომ ეხაც მახსოვს. და წვენია? კი. ბევრჯერ შემთხვევით მაგრამ მე უფროსი იყო ჩემზე 5 წლით და ამიტომ უფრო ვიცაც ხო უფროსი არის ამაზე და მithმენდა. მაგრამ ჩემი და არ მithმენს. ეს შენ გონი ეგრეთ თორე დარწმუნებული შეუძლია უფრო არ მithმინოს. ბიჭო რა აქვთ იცი უცნაური ალბათ ყველა მასი არის მე უბრალოდ დედის ერთა ვარ და არ მაქვს ეგისა. ცოდნა ხო სუკინ კლაობენ, ხო სუჩხუბობენ, ერთმანეთს ჭამენ და გაჩერდით და თან როგორ გინდა ხარ ერთზე ჩხუბო რო შენ გაჩერდი და მეორეს მხარე დაიჭირო, ნუ რთული არის. თუ ერთად შეიკრნენ და შემოგვიტიეს, მტრისას ვერ მოერევი. აი, ერთი ძლიერი გუნდი ხდება და მტრისას. მაგარია. ხო. ესე კაი დაძმობა აქვთ მაინც საბოლოოდ. აი რა შემთხვევაში ხდება? ნორმალური. ეგ რა შემთხვევაში ხდება ხოლმე? რავი, რაღაცა თუ უნდათ, აი მაგ შემთხვევაში ან თუ სიტყვაზე ერთმა იგზნო რომ ცოტა ზედმეტი გაბრაზება მოგვივიდა. ან რაღაც ეგეთი რა, ან რაღაც არასწორად გავაკეთე. ჩემ თავზე ვიძახი რა. ხო. მაშინ ერთად თუ დადგნენ, აი ვერავინ ვერ მოირევა დედამიწაზე. კარგი. იმასთან როგორ ხარ? ჭამასთან. რამე არის ასაც გიგზავენ, გიმალავენ ხა სახში. არა, ეგრე არა. ესეთი მზარეულები ყავს. დადუნაც და იკოც რა. არა, დამალვით არაფერს არ მივალავენ. არაფერი არის ჩუმად რო ჭამ რამე ეგეთი. არა. მაგრამ ის არის თვითონ დაიწყო ხა კონტროლი რომ რაღაც დროის მერე არ ჭამოს, რაღაცა არ ჭამოს და ასე შემდეგ. რატო? რატო არა? იცი რატომაც აკეთებ, მაგრამ რატო მოგინდა ეხა მის გაკეთება? ფეხბურთი უფრო თავისუფლად რო იბინო. ხოთა შორის UFC-მდე. მოწონდა ისა. ესე საყურებლად კრივი რა. და მითხარ რომ ისა კრივზე შემიყვანეო. სანამ UFC-ში გარკვეულა და მაქამდე მიდოდა. და კი მეთქი ბამ შერაც გინდა სპორტი, ნებისმიერი სპორტი კარგია. ცოტა ხანი ფიქრა და მე მოვიდა და ან და არ მინდა. იქ მიმტყიპავენ. სხვადასხვა შეიძლება ფეხბურთზე უფრო მაგრად იტკინო რაღაცა ფეხბურთის თამაშის დროს. არა. ვიდრე კრივზე. მე მაინც მგონი ვარ თავში ბაყონი ბევრად. ხო, მე დაცვას ისწავლე კარგად და არ მოგხდება. მაინც არ მგონი. ვაი და ვერ ისწავლე. გირჩევნია მაინც ხვებს უყურა როგორ ვტყავენ ხო ვიდრე. მაგრამ შეგიძლია თქვა რომ ერთმანეთისგან რა სწავლობთ. აი ამდენ წლიანი ურთიერთობის მერე. პირველი შენ აი რა შეგიძლია თქვა ნიკოსგან რამე ისწავლე რაღაც გახსოვს ეგეთია შეგიძლია თქვა რომ ეს ვისწავლე ნიკოსგან. ბიჭო კი
რაღაცები მისწავლია, რომ ზედმეტი ნერვიულობა არასწორია. რაღაცებს, აი მე ხო ჩემი სფერო ხო იუმორი და ხუმრობა არის, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ცოტა ზედმეტად ნერვიულობ. და ნიკოსგან მაგას ვსწავლობ, რომ რაღაცებზე არ უნდა ინერვიულო ბევრი და ცოტა კიდე უფრო მეტი იუმორით შეხედა. ეს ერთი. ეს ნიკომ გასწავლა. კი. და მეორე ეხა უცებ რაც მახსენდება, რომ ესა სითბო რა. ადამიანებთან სითბო არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი. ყველასთან თბილი არის, ყველასთან მეგობრული არის, გლაბუცა არის და მომწონს და ადრე უთხარი რომ მე რო შენ ხელა ვიყო, აი შენაირი ძმაკაცი მენდომებოდა, ან მე მენდომებოდა რომ შენაირი ყოფილიყავი თქო. შენ? მე ხა რა გასწავლა იკონ ბოლოს ისეთი რომ დაგამახსოვრდა და მე შევახსოვდა. ხა ეგეცებს არ ვიტყვი მე. უფრო აი სპორტის წესები. აი მამა ემოციურ რაღაცებზე ვლაპარაკობ, რა სპორტის წესები? აი იგო მამიხა ჩოგბურთის წესები, არაფერი არ ვიცოდი. სხვა ცხოვრებაში ჩემგან ჩოგბურთის წესების გარდა არაფერი გისწავლია? სენდვიჩების კეთება. მაგარ სენდვიჩებს აკეთებს. შენ ისეთივე გამოგდის ისწავლე მერე თუ? არა, მთლად ეგეც ვერ გავაკეთებ. ანუ ჩოგბურთის წესები და სენდვიჩები. და შენ ადამიანობა. დედაჩემს თუ დაუჯერებთ, პატარა ირაკლია. ხო. კაი, საუკეთესო მოგონება რა არის, რაც ირაკლისთან ერთად გახსენდება. აი ყველაზე ესე რა გახსენდება, ან სასაცილო ისტორია, ან ჯერ მთელი საუკეთესო მოგონება. სადღაც ვიყავი წასული ველოსიპედების ნაწილების საყიდლად რა და სახით წავედით და კატალოგა გვინდოდა და არ უთხარით იმათ და ჩუმა დავიღეთ ველოები და წავედით რა. ოჯახიდან გავიპარეთ, ხო? და დილავით გავრბივართ ხოლმე ხანსად. ეს არის საუკეთესო მოგონება. პირველი ეგ გამახსენდა. ყველაზე სასაცილო ისეთი რამე რაც დაემართა. რაღაც კინოს ერთად ბორატი. ერთად რო უყურეთ ეგ ახსოვდა. ბორატს უყურეთ. და ის არ შემქონდა და რაღაცებს ვახვევდი. მაგრამ ნუ ის სცენა ეხა აზამატი და ბორატის ჩხუბი. ой, გარეშენი საყვარელი სცენა ხო დღეს? მაგ საყვარელი კინოში არ კინოში უკეთესებიცაა. რა მოგელეთ რა? მოდი არ გვინდა. სასაცილო არ ყველაზე მნიშვნელოვანს კეთყვი თუ გინდა. კაი, რო გაჩნდა. ო, ნუ. მეტრო იქ ვიყავი და აი ამ ხელა იყო. პატარა და ლაკებიანი. ლაკებიანი. პატარა იყო და უსუსტი იყო და არ ჭამდა და ბოთე იყო და ძალიან საყვარელი. და პირველი ბიჭა მეხვდა. ხო. აი მაშინვე ესე იგი. იგზნობოდა რომ მეგობრები იქ. დავალაგეთ, ეგრევე დავალაგეთ რა. პირველი 15 წუთში. ნიკოს თანატოლებს რო უყურებ, კლასელებს, გუნდელებს, შენ რაც გახსოვს მახელა რო იყავი. არის სხვაობა, სხვანაირი თაობა არის შენთან. ძალიან დიდი. რა არის აი? ბევრად განვითარებული თაობა არიან ესენი. ამდენი რამე მე არ ვიცოდი ამასაკში. ეს მარტო რაღაც ტექნოლოგიურ და ტექნიკურ საკითხებში თუ რა თქმა უნდა. არა, გონებრივადაც ხო? იმიტომ რომ იმდენად ბევრი წყარო არის ხა ინფორმაციის მიღების. რამდენი წელი ხარ? 11. ნო. ბევრი წყარო არის ინფორმაციის მიღების. ნუ ყველაფრიდან ინფორმაციას იღებენ და ბევრი რამე იციან. ჩვენ დროს ამდენი არ იყო რა. მე რომ ამ ხელა ვიყავი, რაღაცა ვრემია იყო და ისა. ORT. ხო, ORT და დებილობები. ხო. ალბათ ჩვენს წინა თაობებში კიდევ უფრო ის სიტუაცია იყო. 1922-ში 11 წელს ბავშვი უფრო ნაკლები იცოდა სამყაროზე. სათამაშო როარ. ხო. ხო და არა კი კარგი თაობა არის. და ჯიგრები არიან და ნიკოს გარშემო ხო გუნდელებსაც ვიცნობ, კლასელებსაც ვიცნობ, ეზოში მეგობრებს,
კარგი ადამიანები არიან, სწორი ადამიანები არიან რა. განათლებულები, ჭკვიანები თავის ასაკთან შედარებით და ეგრისი დამსახურებაა შენი აზრით. ალბათ აი ადამიანური თვისებებიც თქვი რა, ტექნოლოგიური გასაგებია და უფრო სხარტები და ის რო არიან ტექნიკის დამსახურებით, მაგრამ ოჯახებიც ბევრ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ ეს თაობა ხო ჩვენი შვილები არიან და ჩვენ ხო რაღაცა გამოვიარეთ და რაღაცები ვისწავლეთ, რომ რა არის ცუდი, რა არის კარგი. და ახლა კარგი გვინდა რომ ამ ბავშვებში იმას ავქნათ. შევტანოთ. ხო და ესენიც ჯიგრები არიან, იტენიან ამ კარგ რაღაცებს და ბევრად კარგი თაობა არის. ეგეთი მომენტები დაგიფიქსირებია, რომ შენ რაღაცა შენსაც ატენი ძალიან, იმიტომ რომ შენ ბავშვობაში ასე იყო და მე მივხვდარ ხარ, რომ კი, რაღაცები ყოფილა, კი. მე დაგიფიქრე, რომ პრინციპში რატო ატენი ხა მას. კი. აი წიგნებს მოატენეს. წიგნები ყოველთვის საჭირო არის. ხო არ დაგებედა შემთხვევით წიგნების კითხვა. ბედობაზე მაძალებდნენ და უარიოდ. ბედობა დღეს. ხო, რაღაცები წიგნები საჭირო არის. კი. აი, ესეც მე ვარ უსმინე გიორგი ბიძიას. მეც მაძალებდნენ წიგნების კითხვას, მაგრამ კითხვა არის საჭირო, შეიძლება მანდ მაინც წიგნის ფორმით არის. ხო, კითხო. პოსტებს საინტერესო პოსტებს თუ კითხო. ძალიან ძნელია ნიკოსთან კამათი. იმიტომ რომ სულ აქ რაღაცა ისეთი პასუხი, რომ რაც უნდა გაბრაზებულიყო. აი რაც გინდა რომ გამოხვიდე, შეიძლება ფეხბურთობა გინდა, ეხა მე მოგინდეს ექიმობა. მე მზარეულობა, მაგრამ ყოველთვის უფრო მაგარი გამოხვალ თუ ნაკითხი ხარ და უფრო მეტი რაღაცა გაწაკითხული. ხო გინდა უფრო მაგარი გამოხვიდე, ვიდრე გამოხვიდოდი, თუ არ გინდა. ამჯერად მაგის. ფეხბურთობა თუ გინდა საშუალო დონის ფეხბურთელი გინდა იყო? იქნები. ოღონ აი გვარს ვერ იმახსოვრებენ ეგეთი. არა ბიჭო რაღაცა აი ეს ისა პოზიცია მოიგონა, მოირგო და ამას აწვება რა, რომ არ უნდა წაკითხვა, არ უნდა სწავლა, არ უნდა ისა და მე რამდენჯერმე სკოლაში რომ დაგვიბარეს რომ ეს არის წარმატების პრეზენტაციას ეძახიან, რომ ვიძახდით. რა ისწავლა ბავშვმა, რა გააკეთა, რა იცის. აი მივიდიოდი ისე რომ ეხლა მეთქი უნდა შემრცხვეს და არაფერ ყოთ, ძალიან კარგი ბავშვია, ყველაფერში მაგარია, ის იცის, ეს იცის, ინგლისურს ხლავს. როგორც თქვა, ჩოგბურთის ჩემპიონი ყოფილა, როცა არ მეგონა რომ ჩოგბურთი საერთოდ იცოდა რა იყო. ჭადრაკის, ეს არის ვიცე ჩემპიონი თურმე, მეგონა რომ ჭადრაკი არ იცოდა რა იყო. მაგრამ აი ეს მოწონს რა ეს ობრაზი. ჯუმად მაინც სწავლობ რაღაცებს. კი. მაძალებენ. ჭადრაკი საიდან? არა, ჭადრაკი მასწავლა ჩემი მადამ. მართლა ниცა? ბებია ჩემთან ვიყავი და არაფერი არ იყო რა, ინტერნეტი არ ქონდა თუ პაროლი არ იცოდა თუ რაღაცა და ჭადრაკი ვიპოვეთ და მასწავლა თამაში. ვა, მე რამდენჯერ გქონდა რა თამაშები ჩემპიონატამდე? არა, ჩემპიონატამდე მქონდა, ჭადრაკის გაკვეთილი მქონდა და თან მაგ ვსწავლობდი და ერთი დღე იყო, ანუ ვინც მოიგებდა, ანუ ის მეოთხე ფინალები ნახევარფინალი და ვინც მოიგებდა გადიოდა სკოლის ჩემპიონატში. და ფინალში ვიყავი, მაგრამ ვინც მომიგო სკოლის ფინალში. არა, კლასის რო გავსულიყავი და ფინალში წავაგე. მაგის მე აღარც მითამაშე ჭადრაკი. აგულია იცროე? ისე იმაში არ თამაშობ ონლაინ? არა. საათზე მქონდა გადმოწერილი. საათზე? საათზე უნდა ითამაშე. იყო რა. თელი დაფაეტევა? მაგრამ საათზე მქონდა მარწავშალე. ვერ ვაწეფოდი. ძალიან პატარა იქნებოდა ფიგურები საათზე. ან სამი ფიგურით უნდა ითამაშო ჭადრაკი. ან სამი ფიგურით უნდა ხო ერთად უნდა გაწიო და მოკლედ. მეფე და პაიკი. საათის თამაში არ არის ჭადრაკი. ანუ საათზე რაც ეტევა იმებს თამაშობ მარტო. აი საათზე თამაშობ ის რო არის. Snake იორო არის. გველი რო არის და რა უნდა შეჭამო რაღაცები და რა უნდა გადიდე. Snake იყო ერთ-ერთი პირველი თამაში. კლასიკა. ჩვენ რო პატარები ვიყავით. არა, უფრო დიდები, არა, მხოლოდ იყო Snake ჯერ არ არსებობდა. მაგრამ მაშინ მობილურიც არ იყო.
ხო, მობილურები. მე რო ვიყავი ამ ხელ არ იყო. მოვიდა, პირველ მობილურებს არ ქონდა Snake. Nokia-ებს არ ქონდა პირველი გარიყო. მე 11 კლასში ვიყავი, მე მგონი პირველი მობილური რომ ნახე. ხო. მე მეორე კურსზე უკვე ის კარგი მობილური იყო, რომელსაც Snake-ი ქონდა. კი. იყო მობილურიც არ ქონდა. შენ ნაღდი Snake-ი არ გითამაშია, მაგრამ აი ეს ავთენტური Snake. ხო, კომპიუტერს ხო თამაშობ კიდე PlayStation-ს. ერთად არ თამაშობ ხოლმე? ერთად ამას არ უნდა თორე მე სულ მინდა ხოლმე. ფეხბურთს არ თამაშობ ხოლმე ერთად? არ უყურს. თუ დრო არ აქვს. არა, ერთად არ. ბიჭო, რაღაცნაირად თამაშობს რა. ძალიან ბევრ ფინტებს აკეთებს და ნერვები მეშლება. მე ვარ ძალიან აი სწორხაზოვანი ფიფისტი, რაც ქვია მაგას. რომ პასი გაუწოდა დაარტყა. ეს რო დამიწყებს ხოლმე თავზე გადამიგდებს, გადმომიგდებს, გაძრება, გამოძრება, ქუსლით გოლის გატანა უნდა არ მაქვს მაგის ნერვები. კარგი, გადავიდეთ სოკარის შეკითხვაზე. ო? შეიცვალე და აივსე ენერგიით. შენ დავიწყოთ ნიკოთი. რითი იუსები ენერგიით, მაგრამ შენ ხა ჯერ პატარა ხარ და ისე არ იღლები ალბათ, მაგრამ აი დასვენება ყოველთვის ძალიან სად გიყვარს. წამოწოლა და არაფრის კეთება თუ კომპიუტერის თამაში თუ? დავიღალე რო ეტყვი ხოლმე რას აკეთებ? როგორ ისვენებ? წევარ ხოლმე რა. просто წევარ. და ვსკროლო. კოტრიალაკაცი არის რა. რა სკროლ TikTok-ს? ხო. შენ? ბიჭო, მე ბევრი სამაკ. ბევრი არა, რომ მოდის იცინებს. წაუძინებს 1 საათში გამაღვიძებ მეტყვის. მე არ იღვიძებს 1 საათში. რო აღვიძებ, არ იღვიძებ. და ძალიან ცუდად მაღვიძებს თან. ადექი, მეთქი რატო აუდგე? ხო მითხარი გამაღვიძე, ხო და გეუბნები რომ არ მინდა, ადექი. არა, ხო ძილი რა თქმა უნდა დასვენების ესეთი ფორმა არის. ფიზიკური დასვენების მე საღამოს არ მინდა, მე სკოლიდან რომ მოვდივარ ხოლმე, სკოლიდან რომ მოვდივარ და ფეხბურთი მაქვს 1-3 საათი ისა რა დრო და მაგ 3 საათში ვიძინებ ხოლმე. იმ დღეს ჩამეძინა რა და 9 საათში მეწყობა და ვარჯიში უცებ ჩავიცი და გავედი. ამ ის იმას ვაყენებ ხოლმე რა ტაიმერს. რომ 1 საათი, ხო. ხო და იდეაში ისე მე ვისვენებ აი ბავშვებთან ერთად თუ არ სადმე მივბოდიალობ რაღაცა მაგით არის. კაკას მაგას იმ დროს წახი რომ დაღლილი ვარო. არა მამა რატო შენთან მიცასთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს. ეხლა ვიტეხეთ ევზაობა, განვაახლე უფრო სწორად. და აი საოცარი ის არის დასვენების მიმართულება. და რომ მოდის იძახის დაღლილი ვარო. ეს არ მიყვარს ევზაობაზე? მე არ მიყვარს. არა, ამას არ უყვარს და თან უნდა დაიყოს twin მალე წავალთ თევზი დაიჭირე, რუდის დაიჭერ. რაღაცა ეგეთი იდიოტური კითხვები. არა. ნიკო ის არის რა, მაინც პარკეტის კაცი არის. პარკეტი და მინდორი. მოვლილი ოღონდ ისე გაგრეჭილი. გაგრეჭილი და დახაზული. ხო. კარგი, გადავიდეთ საჩუქრებზე. ოპა. მაისურები არის თქვენთვის სპეციალურად. რომლის არის არ ვიცი, მაგრამ გახსენით და თქვენ თვითონ მიხვდებით. გავსხნათ. ხო, ტიშერტ ჯიმ გამოგიგზავნათ, ყოფილი მაიკაჯი. ხო. და მომეცესა ლენტა თუ გინდა, ფესტობიშლის. შემდგომისთვის გინდა. არა, გინდა გაგატა, იმდენი დაგროვებულია, რომ ოთხელი რო შეგიშაო. ვა. რა ხატია? საქართველოს ნაკრების ლოგო. ხო, ესე იგი ნიკოსი არის. ხო, ჩემსას. მეორე ესეთი რაღაცა ხატია, რომ შენი იქნება. აი, ნოდარ მოსაკლავი ხარ, არა. ბიერ. შემოატრიალე. აი, მადლობა. დის დრო არის. კი. beer o'clock. კარგია. აბარა. აი ეს მაისურები შეიძლება თუ და გაგეხან კაცთა შეიძლება ლინკი იქნება და იქოს უთხრა რომ მიიყიდე კიდე ერთი ეგეთი. ან მაყურებელს თუ კაცთა კი არა, კიდე თუ მოგინდა. ხო, რომ დიეტაზე რო იქნება და დაიკლებ კიდე ბევრს. თუ გაგიდით და ძალიან
ანუ რო გაიზრდები და ტანს აიყრი мама. ესერი დავდო. თუ გინდა აგერ მაგინდეს დადე. ოპციად დავდე. ტოგო რა შვება როგორ არის? ტოგო ჯიგარი. ტოგო კარგად. შენ როგორი ურთიერთობა გაქვს ტოგოსთან? ტოგო ნუ არავის არ ცალია მე ჩამყავს და ძირითადად ფეხებს ვადებ ხოლმე. ესე დაუწება ტოგო ეს რა თამაშობს ფეხებს ეს. აჰა, ფეხების შემოსაწყობად. ტოგო ისეთი არ ყველასთან კაი ურთიერთობა აქვს. ოჯახის ნიკოსავითარი. ხო, ოჯახი კი. და ესა, ოჯახის ერთთან განსაკუთრებით, ზოგადად ხალხი უყვარს, ბავშვები უყვარს ძალიან. 1-2 ძაღლი ყავს ამოჩენებული ეზოში და ცოტა არ სიამოვნებს იმათი დანახვა და ღრენას იწყებს, მაგრამ რო ეუბნები რომ გაჩერდი და ცუდი საქციელია, ჩერდება. დიდი ძაღლები არიან თუ პატარები? დიდებიც და პატარები. მიზეზი არის ციტატო მოიჩემო? არა. ალბათ პირველი აგრესია იმათგან წამოვიდა. ერთის ვიცი. გოგოს გამოიჩხუბეს. მართლა? დედოს გებიცები. ჰა? რომელზე? ისა. კასპერიმ და ტოგო მიჩხუბეს. უბანში? ემის გამო. ემის? ხო. ვა. ეგ ამბები არ იცოდი. ვა, მაგარი ამბები გაიგო. კი. უბნის ჭორები. როგორ გამოგჭა ეგ ამბები? უბნის ფეთ ჭორები. შენ გიჩხუბია სკოლაში? სკოლაში ნუ მუშტებით არა, მაგრამ კი. აბა. არა, ხელისკორები იყო, მაგრამ მასწავლებელმა გაუშვედათ? და ისე სხვაგან სად გიჩხუბია? უბანშიც. ფეხბურთზე ყველასთან კაი ურთიერთობა მაქვს. ხო, მაგრამ სხვა გუნდელთან, სხვა მოწინააღმდეგე გუნდთან ხო შეიძლება მოგივიდეს ხოლმე? კი, ერთი მაგარი ჩხუბი მოგვივიდა. ხო, გუნდზე? ხო, გუნდზე იყო, ჩაუპატკადე რა და ბურთზე იყო. და მოვიდა და ხელი მკრა. და მეც უკარი ეხა ხელი და მე ბურთი მესროლა და მაგის ტყუპის მომივარ და ესე მხარი რაიდაყო ჩამარტყა და მე გაჩერდა თამაში და აღარ გაგზავნებულა. ესეთი ამბავი იყო. კი, მე ამის გუნდელები გამოვარდნენ და ჩაუდგნენ, ისინი გამოვარდნენ, ჩაუდგნენ და თამაში ჩაიშალა. მე სადისციპლინო კომისიამ დასაჯა არავინ? არა. ესე მოგვარდა? კი. ნუ შენ წამოგიწია გუნდზე ჭყუპი და ეგრე გამოვიდა რა. არა არ უნდა. არა და გაასწორა. მაინო. კარგი, ესეთი ის ვცადოთ. რუბრიკა დავარქვათ, 5 სულელური შეკითხვა. ჯერ ამ მქონია პოდკასტ სულელური შეკითხვა. მინდა გამოვხე კაცო. მაგაში ჩემპიონია. 5 სულელურ შეკითხვას დაგისვამთ. მე კიდე ერთს და ცალსა გასხეთ. არა, სულელური არის 5 და ის ჭკვიანური არის მე-6. ბოლო კითხვა რაც არის ხოლმე პოდკასტში და დავიწყოთ ჯერ ნიკო მიპასუხოს ხოლმე. მე შენ. მესამე ხელი რო გქონდეს, სად მიიმაგრებდი? რო გითხრა რომ მესამე ხელი უნდა გქონდეს. სად გირჩევნია რომ გქონდეს? ლოგიკურად და შუაში. რატო? მარჯვენა მარცხენა და შუაში. პროპორციულად რო იყოს, მაგრამ უფრო გამოსაყენებელი სად იქნებოდა? მაგრამ შენ ხელი შეგიშალოს. მუცელზე ვერ დაწვევი დასაძინებლად. თავზე. რაღაცას რო ერწუდები. თავზე გიქნებოდა მესამე ხელი. შენ? მე ზურგზე. მოსაბხანად? თუნდაც, აი ხო არის ზურგზე რაღაც ადგილსაც, აი ესე ვერ წოდები რა. აი რაღაცა, ბატონა მონაკვეთი არის და აი სკაპ. ხო რაღაცას აიღებ, ჩანთას დააჭერინებ. რამეებს ჯიბეში ჩაიწყო. რაღაცას დამაღა უკან მიცემეს. ხო, მიცემ ამ ხელს და მოტეხავს. ზუგი რა. ხო სულელური შეკითხვა არის. კი. საკაიფო. სუპერგმირი რო გახდე. რა სუპერძალას აირჩევდი? ოღონდ რაც ახლა უკვე არსებობს ცნობილი სუპერგმირებიდან იქიდან არც ერთი არ შეიძლება. შენ უყოს ხე მე ვიფიქრებ. მოიცა მეც ვფიქრობ და პირველი ნიკო. ძალიან ბევრს ვჭამ და რო არ სუქდა.
ძალიან შეჭამდა რო იკალებ. ხო, მაგრამ ეგრანერი სუპერგმირი ხარ, მაგითი ვისაც შეეხმარები. სუპერგმირი უნდა იყოს, რომ შეგეძლოს რაღაცები შეცვალო. მოდი მე დაეხმარო რაღაცებს. მაშინ თავს დაეხმარებოდიან. აი. მე ავირჩევდი იმას. ფრენა არა. სირბილი არა. ცურვა არა. ვინმე არის ძალიან სწრაფად ცურავს? აკვამენი. ცოცავ, მაგრა ცოცავ რა ეს. სპაიდერმენი. არა. ძირს. ხო, ძირს. იდაყვებით რა. კაცრო. სამხედრო ცოცვა. სნეიკმენი რა. მესამე შეკითხვა. მიდი. შენიშნება რომ იყოს რა საგანს დაამატებდი სკოლაში. PlayStation-ის თამაში მაგალითად შეგიძლია ეგეთი რაღაც დაამატო რა. სავალდებულო. ესპანური? ახალი თამაშების სწავლა. რაც არის ისინი არა? არა, უნდა დაამატო რამე საგანი. რომ მოვაკლო და უფრო მალე რომ დამიმყავდეს. ეგ სხვა შეკითხვა. ჭრაკერვა? რა? ჭრაკერვა. რა? აი, ჭრიან და კერავენ რა. სიტყვა გეუბნება მამა. აი, არ ხარ შენ სკოლაში არაფრის დამამატებელი. არაფერს არ დავამატებ. რაც ის დაამატე, რაც გიყვარს ის იკეთებად. PlayStation-ის თამაში დაამატე, ან სკროლვა. აი სკროლვა. TikTok-ის სკროლვა. გავკვეთილებზე ისევ სკროლვა, მაგრამ. ხო, მაგრამ ამაში რო ნიშანს გიწერენ, ხო უფრო კარგი არის. მე რო დამიბარო. ეხლა რო ნახავ შენ მასწავლებლები ამას, თუ იციან რომ სკროლვა ვისედაც. ალბათ იცი. ჩამოგართმევენ ტელეფონები გაქვთ გაკვეთილის დროს? მერხის ქვეშ და თან ვიწერთ, თან სკროლვა ორივეს ვაკეთებ რა. არ შეიძლება. მე რას დავამატებდი? ამათ რას დავამატებდი? შენ აღარ ახარ სკოლაში. ხო, არა, მე არა ვარ, მაგრამ ჩვენი იმდენი რაღაცეები გვაქვს. ნასწავლი და გამოვლე სკოლაში. აუტოსაქმე ისწავლია? მე მასწავლიდნენ. არა. აი, მანქანის ნაწილებზე გაკვეთილი იყო. სამხედრო საქმე? სამხედრო. გოგოები მაგდროს ჭრაკერვას სწავლობდნენ. იყო ნუ შრომა, სადაც ფიზიკურად მუშაობდით. კი, რაღაცა. ეგ მეგონი გაკვეთილი არ იყო, უფრო იმაშობანან. საქმეს იშორებთ. არა, ხისგან უნდა გამოგეთავა რაღაცას ის. კი, საჩვენებელი ჯოხი და გაგექლივა. დაფის დასაკიდებლები მაქვს გაკეთებული. კი. იმით. რაღაცები ჩაგერჭოლები. დიდი დრელით. რკინას ჭრიდით, მე ვხრიტავდით. აი. რას დავამატებდი და რთულია ხო? ძალიან რთულია ბიჭო, ხო? არაფერი არ მახსენდება ეხლა. აი რა არის ესეთი რაც უნდა იცოდეს ამ თაობამ რა და რაც ამ თაობამ რაც უნდა იცოდეს, მაგას თვითონ აგნებენ ხოლმე, ზოგადად თაობები ხო მასე. მე რას დავამატებდი, იცი? მოძრაობის წესებს და აი ქუჩაში გადაადგილებაზე რომ იყოს რამე გაკვეთილი. კი. გაგეთანხმები 100%. შენ საჭესთანზე ხარ და საშინელება ხდება, მანქანით დიხარ. არის თან ყველა კომპიუტერულ თამაში გონია თან. მიმართულებაში რა, ვიღაცა სხვა მანქანა მარცხნიდან გისწევს, ბებია გადარბის. ვიღაცა ბებია გადარბის ხოლმე თქომია. ძალიან გადადის. ძალიან გადადის ქალბატონი ბავშვით. კი, ეგეც არის ხო. ხო, ვიღაცა უხვევს იქედან აქ. კი. და ხო, კი, გადასარევი საგანი არის. ეხლა დაგვემატა ინდოელი კურიერები, რომელიც საერთოდ ვერ აგნებენ ვერაფერს და უცებ ისეთ ადგილას მოუხვევენ ხოლმე, რომ ერთმა ჩემს წინ გულში ისეთი რაღაცა გააკეთა, რომ ამ ზოლიდან გადამიჭრა და გადაუჭრა იქით კიდევ რაღაცას და იმ ხელა სიგნალი მოყვა რა. რა მე ხომ მაგ კაცებში მყოლი რომ ისე დაიკარგა. ხო. Sorry. ერთი 2-3 დღეს გამოვიძახე რაღაცა და მოვიდა გავრაზებული, რომ არა წერიაო, არაფერია. აბა როგორ მოვაგენი მეთქი ახლა. ჩემ კარგად თუ ხვედი თუ არაფერი არ წერია. ისაბალზე ხომ ხვედი. რა გამოვიძახე? ყვება. რა. სენდვიჩები. რომელი? ხარ მინდა თქვა რეკლამა რომ არ გამოვიდეს. პირაჩი მომწერე. და მე 4 შეკითხვაზე გადავედით. ცხოველებს რომ შეეძლოთ ლაპარაკი.
რომელი იქნებოდა ყველაზე უზრდელი ცხოველი. რომელი იყო და რომელიც ცხოველი იყო და ყველაზე ბევრი ცუც სიტყვას. აი შენ წარმოდგენაში ვინ არის ესეთი ყველაზე უზრდელი და მე მაგ ჩემი ვერსია. ვირთხა იქნებოდა ყველაზე ბევრს შეიგინებოდა. და რატო? ანუ გველი. გველი რატო? ვირთხა უფრო დავინახე უზრდელი და ის, მაგრამ გველი. გველები ზოგადად მესესხება. ისევე როგორც უზრდელი ადამიანები, ხო? ხო, მაგრამ გველი ისეთია, თავისთვის იქით არის. და გველი საერთოდ რაღაცა სიბერძნის სიმბოლური რაღაც იმეებში, კულტურებში. ხო, და მესესხება და რა. შენ თუ არ შეაწუხებ თავისთვის არის და ვირთხამ შეიძლება აქეთ შეგაწუხოს. აი ვირთხა არის ნაგალი. ჩემი აზრით უზრდელი იქნებოდა კატა. კატა რატო? ბიჭო, ეგეთი არის რა, აი თავის თავა ცხოველი ხო არის, ხო ყავს და ხო იცი, აი ვერაფერს ვერ გააკეთებინებ. არა, ალფრედი ცუდი არ იქნებოდა. არა, ალფრედი კარგია, იმიტომ რომ კარგ ოჯახში მოხდა. მაგრამ ზოგადად ესე მგონია რომ კატა უზრდელი იქნებოდა. ასე რომ ის გამიდე ხა სიტყვები თქვა, როდესაც კატა იკადრებდა. ცუც სიტყვას კი არ იტყოდა, მაგრამ ანუ ნაგლი უფრო იქნება. ნაგლი არის ხო და მაშინ გამოხატავდა, მაგრამ საციალში ცუცი სიტყვები ეთქვა რა. აი ვიკამათოთ კატას. ხო, როგორ და რა არგუმენტებით არ ვიცი, მაგრამ იგულისხმებდა, მაგრამ არ იტყოდა კატა რა, ეს მგონია. მაგრამ შენი ვერსია რა არის? მაიმუნი ალბათ რა. აი ეს მაიმუნები რა, ხალხს რაღაცას პარავენ ხო ძრო. ტურისტებს ჩანდებს პარავენ. რო ეჭყობებიან. ზუში რო უყურებენ. ეგ შორიდან ხეზე ავიდა და გაგინებდა. იქნებოდა რა თუნდა, ეგ არის. არა, ლაპარაკობთ თან გაგინებდა რა, ხიდან მგონია ესე. კი. თავის გართობისთვის შოროწყობს მოგაყენებს. ვაუ, რომ მიდიხარ და როგორც გაგინებს და ხა მაიმუნი არის. შემეზე და ეგეთ ანუ აი გორილა არა. არა, გორილა და დასტოი. ხო, აჭირდება იმასთანაც. აი ეს პატარები რა. ბონობო ეგეთი რომ მაკაკები. მაკაკა იქნებოდა უზდა. შენობით მე დაგილაპარაკებოდა და უცნობს. და მეხუთე შენი ტვინის სამართავი პულტი რო გააკეთო, რა ღილაკებს დაუმაგრებდი და გაუკეთებდი. რა შეგეძლოს დააჭირო და შენ ტვინზე იმოქმედო. მაგათ დააჭირო და დაიძინა, დაგეძინა. აი ვაღარ ვშიოთ. შიმშილის გამორთვის ღილაკი. ვა. მეტი არაფერი. ჯერჯერ უკეთე. ერთიმიანი ის გექნებოდა. ერთი დიდი. ანუ კარზე რო ზარი არის ეგეთი გინდა. შლაგბაუმის პულტი რო არის. ხო, შლაგბაუმის პულტი. მე რაღაც აი პატარა სტრესების გამორთვის. ვაუ. გამორთე და არაფერი არ გადაარდებს. აიცა ხა გაზია გადასახტები. ვაუ. გამორთე. გაზის გამოირთვა მე. იმასთან მუგზარისთან მისულიყავი ბანაშვიძე. გამორთე. არა უშავს. დარესტარტება რა რაღაც პროცესების ტვინში. სამსახურში დამჭა ის დამტერია გამორთე. შენც ეგეთი ღილაკი იქნებოდა? ჰა. ღილაკები შეიძლება ბევრი დაამატო. არა, ბევრი არის, ფერადი არის ესენი ჩემები. ერთი სტრესის გამორთვა. სტრესის გამორთვა არის. სტრეს ხო გააჩნია? არის პატარა სტრესი, დიდი სტრესი, ძალიან დიდი სტრესი. სტრეს ჩაუწიე, ეგეთი იქნებოდა. არის ისა სტრესის მომატება. რომ მინდა ვინერვიულო იმაზე. PSG-ს თამაშზე. არა, PSG-ზე ისეც ნერვიულობა რაღაც თუ გადის, ჩელსი რაღაცა, ტოტენჰემი და კი. აი, ნერვიულობა შეხედავ გაერთობ. ტოტენჰემზე ვინერვიულობ და აუწევ და მე ერთობი რა მაგარია. თორე აბა ისე არ გაინტერესებს. სტრესის ასაწევ დასაწევი, შენ შიმშილის გამოსართავი. და ბოლო მე-6 დღეს უკვე ჭკვიანური შეკითხვა არის. ამ პოდკასტში ყველას ვეკითხები ხოლმე. რა არის ცხოვრების აზრი? დავიწყოთ ნიკოთისა. შენი აზრით, აი რატო ცხოვრობთ ამ პლანეტაზე? დედამიწაზე რატო ვიბადებით? აი რა აზრი აქვს? გიფიქრია მაგაზე? არა. არასდროს? არა. აი ხარ დაფიქრე 20 წამით? ამ 1-15-16 წლით. არა.
მოდი. აი პირველი რაც მოგივა იკო უპასუხებს ჩემს. არა, ეგრე არ გამო, ორი უნდა უპასუხოთ. ნებისმიერ რამ მითხარ, მან სწორი პასუხი არ არსებობს. არავის არ აქვს მაგაზე სწორი პასუხი. ანუ კითხავს ვერ მივხვდი. აი ხო რატო არსებობთ საერთოდ ჩვენ ადამიანები? ხო შეიძლება არ არსებობდეთ და რატო? გავჩვდით. ხო და აი რა აზრი? რა არის ჩვენი მუღამი, ცხოვრების მუღამი. ხო, აი რატო გავში? ხო ჩემთვის ფეხბურთი. ფეხბურთის თამაში. კი ბატონო, ჩვენელი პასუხი. აი ესენი. აუ. შვილები. და კარგი საქმეები რა. ერთმანეთს არ უნდა გავუკეთოთ ბოროტება და დამპლობა, ფეხი არ წამოუდოთ, ზურგშიდან არ ჩავარტყათ და სიკეთე რა. რაღაცა ეხლა ჩემი რელიგია გამომივიდა, მაგრამ მე მასე მგონია და მასე ვთვლი რა. იმიტომ რომ მე ამათვის უფრო კარგი სამყარო იქნება. ეთახმები თუ ამის? თუ კიდე ფეხბურთი. ფეხბურთი. კარგი, მადლობა, მეგობრებო. პირიქით, მადლობა შენ. როა ესეთი დამღლილი დღის მერე მაინც მოხვედით ჩვენთან. თელი გადაცემა მომთქნარებ. ორ ვიკავ. მთქნარებებს ამოგიჭრეთ თუ შეგეძლო. თუ გინდა დავტოვებ. გაუმრავლე ეგენ. კი ამოგიჭრე მაგიებს როგორც ბაბაძეჭრეს ხოლმე და. მადლობა დიდი. ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ სოკარი, სელფი და ტიშერტი. წარმატებები ნიკოს. რა სპორტში, რამდენი სპორტშიც ხარ ყველა მიმართულებით. ჭადრაკშიც. წყალაში სწავლა. არა. სიგნალის კითხვაში. და შენც ასევე წარმატებები. მადლობა და ნახვამდის. ჯიგარი ხარ. მადლობა შენ. ძალიან ხარ დაიღალე. აი მუ